ანსამბლი ოდა. აუბადოს გოგდადი. აბზადი. აუბადოს. აბზადი მეგობრებო. სალამი ძირფასო მეგობრებო. მოგესალმებით პატონგია. პირველად ხარ ჩემთან, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენ შოუში. 3 წელია რაც შექმნილია თქვენი ანსამბლი, ხო? ოდა. დიახ. სად დაიბადა იდეა იმისა, რომ ანსამბლს დაერქვას ოდა. ოდაში თუ უფრო დიდი ზომის სახში? როგორ მოხდა ეგ ამბავი? აი ოდა რო გენატრება პატონოგია, ოდა რო გენატრება და ოდარში რო გინდა ყოფნა, ალბათ ამან შექმნა ეს ახლა განაპირობა. მოიტანა, ხო? ძირითადად იმერლები და მეგრელები ხართ, ხო? ბატონო. ხო და ბოლო-ბოლო ესე იგი ეს იმერული ოდაა თუ მეგრული ოდაა თუ რაღაც უფრო მეგრული. დასავლური ოდა. რეპერტუარის უფრო დასავლეთის არის თქვენთან, ხო? აღმოსავლეთსაც აპირებთ რომ გადაწყვეტეთ თუ იფარგლებით, ლიხსიქით. ნელ-ნელა გადმოვდივართ რიკოცაკით. შემოგელა ჩვენ დიახ. წლებია ვისმოთ ერთმანეთს შენ იუმორინაშიც გამოსულ ხარ და გარდა ამისა აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრის სიმღერებს ვღერი. მათ შორის საოპერო რეპერტუარზე. რა მინდა ახლა კითხო? ვიცი და თქვენი ვთქვათ მიმართულება და ის რეპერტუარი რომელსაც ანსამბლი ოდა აჟღერებს. რომელი უფრო გეიოლება ნესუნ დორმა თუ პატარა გოგო იმერულო პრასიპარია? რომელი გამოგდის უფრო? შენი ვერსი. რა თქმა უნდა, ეხა კლასიკა, რა თქმა უნდა და ვერ შევადარებთ, რა თქმა უნდა, თავისთავად, მაგრამ მე ჩემი მეგობარი მყავს გვერდით, რომელიც არის ერთ-ერთი ოპერის სოლისტი. ჩემი გიორგი, ჩვენ ბევრ რაღაცებს გავაკეთებთ კიდე ამ კლასიკასთან დაკავშირებით, რომელიც კი, კაცო, პოტენციალი ძალიან დიდია და ძალიან გულშემატკივრო. გიორგი, მოდი შემძარე ახლა. მოკლედ პირველი სოლო კონცერტი არის ანსამბლი ოდასი და წვალოთ ბიჭები თვეების განმავლობაში თან ახლა ოჯახსაც ვამზადებ, დიდი ოჯახის პატრონი ვარ, 3 შვილი მყავს და მინდა რომ უფროსმა ბიჭმა რაღაცა ჩემი გააგრძელოს სიმღერა და მოვაწონო თავი მინდა სენიდან და მამას ვეუბნები ასე, მამა რაღაცა ასეთ კონცერტი იქნება, მოდი. გადის რამოდენიმე თვე პირველი სოლო კონცერტი, მღერით, საათნახევარიანი კონცერტი ჩატარდა ძალიან მაგრა და მე ვეკითხები სახში ახლა შვილს, მამი, რა მოგეწონა მეთქი და დიდი ძია და დიდი ხმაო. შენ იყავი, ხო? მარტივად ამოსაცნობი როა.